საქართველოში მუდმივად დამოუკიდებელი ქვეყნის საქართველოს ისტორიაში იყო მუდმივად საჯარო სივრცეების პრობლემა. იმიტომ რომ საჯარო სივრცე, რომელიც არის რაღაცა მეხსიერების მატარებელი, სადაც გროვდება ეს რაღაც კოლექტიური გამოცდილება, ეს კოლექტიური გამოცდილება შეიძლება იყოს, რა ვიცი, საპროტესტო, სადღესასწაულოც, კარგ მოგონებებსაც ინახავდეს და ცუდ მოგონებებსაც, მაგრამ არ არსებობს არც არსებობდა ინფრასტრუქტურა აი ამ რაღაც ინსტიტუციური მეხსიერება პროტესტის და თვითორგანიზების და როდესაც თვითორგანიზების სივრცე არ არსებობს ადამიანებისთვის და ვითუბეთეს შემოქმედებითი ადამიანისთვის ბუნებრივია რომ ასეთ მოცემულობაში ადამიანს უწევს რომ ხელოვნება დაექვემდებაროს ან არ ვიცი რომელიმე კერძო ბიზნეს, ადგილობრივ ბიზნეს ან რომელიმე კონკრეტული პარტიის კეთილგანწყობას ან თუნდაც რომელიმე საერთაშორისო ფონდს რა და ეს პრობლემა აი ხა მაგალითად რაზეც ბოლო დროს სულ ლაპარაკობთ და უფრო ვწუწუნებთ იმაზე რომ არ არსებობს სტუდენტების პროტესტი პროტესტი არ არის ჩემთვის, მაგის მიზეზიც არის ერთ-ერთი აი ზუსტად ინფრასტრუქტურის არარსებობა და ინსტიტუციური ბრძოლის თუ რაღაცა პროტესტის დეფიციტი რა. ჩვენს სფეროში ის პრობლემაა, რომ ამდენი ხნის მანძილზე 30 წელზე მეტია ქვეყანაში არავინ არასდროს არ იზრუნა იმაზე, რომ არსებობდეს არც კერძო სექტორმა და არც სახელმწიფომ, რომ არსებობდეს სივრცეები, სადაც ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან. რა ქვეყანაში კინოთეატრი არის, დამოუკიდებელი კინოთეატრი ქვეყანაში არ არსებობს, რაც მგონია, რომ ძალიან დიდი პრობლემა არის რა და ამის მიუხედავად ამ მოცემულობაში მაინც ქართული კინო ბოლო 2 ან 3 ათეული წელია მაინც რაღაცნაირად ვითარდებოდა და გახდა საერთაშორისო კინოს ნაწილი და ეხლა ზუსტად ის მოცემულობა რომ ამას ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე.